მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ჩვენ ვიმყოფებით თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე, საიდანაც ახლა ამ წუთებში იწყება მარში მზია ამაღლობელის და სხვა სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად. ხედავთ ბანერს, რომელსაც დაწერია თავისუფლება მზიას. Gela marş içiyen. Şiyanel.
ასტრაფია მარში. სიმართლისთვის ბოლომდე! ნელა. სიმართლისთვის ბოლომდე! სიმართლისთვის ბოლომდე! მაგარი აქცია. საკუთარი ხალხის ტარი! საკუთარი ერის ტარი! ხედავთ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მონაწილეობს მარშში რომელიც იმართება მზია ამაღლობელისა და სხვა სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად მოგეხსენებათ რომ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ზუსტად ერთი წელი გავიდა დღეს მას შემდეგ რაც მზია ამაღლობელი დააკავეს მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მოგეხსენებათ მის ჯილი და ნახევარი უკვე მოიხადა. სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება დღევანდელი მარში და გუშინდელი საპროტესტო აქცია, რომელიც მზიას მეგობრებმა, კოლეგებმა და მხარდამჭერებმა გამართეს რუსთავის ქალთა ციხესთან. დღეს მზიასთან იმყოფებოდნენ მისი ახლობლები, მისი ნათესავები და
მისი გზავნილი ასეთია, მას არ მოსწონს ის იდეა, რომ მისი სახელი და გვარი ქვია და მისი სახელი და გვარის წერი უნდა ეწეროს თავარ ბანერზე. მისი გზავნილია, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც ჩატარდება ამ თემაზე, უნდა ეძღვნებოდეს ყველა სინდისის პატიმარს და არა მხოლოდ მზიას. და მან თქვა, რომ აქვს ერთგვარი იხერხულების განცდა ამის გამო. მზია ამაღლობელი არის პირველი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი ქალი პოლიტპატიმარი ჟურნალისტი, რომელიც ისჯება თავისი პროფესიული საქმიანობის გამო. ის არის ორი მედია საშუალების, ბათუმელების, გაზეთის ბათუმელების და ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთის დამფუძნებელი. დღეს არაერთი გამოხმაურება მოხდა ამ წლის თავს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ერთი წელი გავიდა დღეს მზიას დაკავებიდან. აქტიურობდნენ განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციები, ის ორგანიზაციები, რომლებიც პრესის და მედიის უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებულები, მათ შორის რეპორტიორების საზღვრების გარეშე და სხვა ორგანიზაციებიც, რომლებმაც გაავრცელეს საერთო განცხადება და მათ მოუწოდეს ქართული ოცნების ხელისუფლებას მზიას გათავისუფლებისაკენ და ასევე მოუწოდეს, რომ გამოიძიონ ის განცხადებები, რომელიც მზიამ გააკეთა ირაკლი გებუაძესთან დაკავშირებით, კერძოდ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული განცხადებები. მოგეხსენებათ, მზიამ თქვა სასამართლოზე, რომ დაკავების შემდეგ გებუაძემ მას მიაყენა შეურაცხყოფა, შეაფურთხა სახეში, არ აძლევდა წყლის გამოყენების უფლებას და არ აძლევდა საპირფარეშო სარგებლობის უფლებას. თუმცა ეს განცხადებები ამ დრომდე გამოძიებული არ არის. Почему? თქვენ ახლა კადრში ხედავთ power banners. გამხნევთ ინდისის პატიმრების დაყვირებით. ხმაური მეგობრებო!
მეგობრებო, გავაგონოთ ჩვენი ხმარ რეჟიმს, ყველა მიხმაუროთ! სიმართლისთვის ბოლომდე! არ იქნება სამართალი! არ იქნება სამართალი! საქართველო ოდექი! просто ძალიან ჩქარა მოდიან. საქართველო ოდექი! საკუთარი ხალხის მტერი! საკუთარი ხალხის მტერი! გაშინოდეთ ხალხის წელი! მეგობრებო, შეგულიათ ერთი შევაძლოთ არგოჩქანება. მეგობრებო, გაშინოდეთ ხალხის წელი! მოქრი ხალხის ქარიშხალი არის გაშინოდეთ ხალხის წელი! გაშინოდეთ ხალხის წელი! საქართველო ოდექი! სიმართლისთვის ბოლომდე! სიმართლისთვის ბოლომდე! საკუთარი ხალხის მტერი! უსამართლო, სასამართლო! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის დღეს! თავისუფლება სიტისის პატიმრებს! საკუთარი ხალხის მტერი! საკუთარი ხალხის მტერი! მეგობრებო, ძალიან ბევრია დიდი აღმართი და დამართი ხელმისაწვდომი. ხმაური მეგობრებო, სიტისის პატიმრებისთვის!
აღიაროთ ნესტან. კონტროლი არის. Ai ხოდა. თავისუფლება რეჟიმის ხარ. თავისუფლება საქართველოს. თავისუფლება მზია ამახლობებს. სიმართლისთვის ბოლომდე. სიმართლისთვის ბოლომდე. არ ჩაქრება სინათლე. გაშუქეთ სიმართლე. თავისუფლება მზია ამახლობელს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება საქართველოს. მეგობრებო, ვიხმაუროთ ძალიან გთხოვთ. თავისუფლება მზია ამახლობელს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება საქართველოს. ცეცხლი ოლიგარქიას. ცეცხლი ოლიგარქიას. ცეცხლი ოლიგარქიას. მართლა ვერ მორჩით კაცო. ეთერ მომჩი. მორჩა ინტე მეგობრებო, ადგილი გამოათავისუფლეთ. კაცო, ცოტათი. აფგან. მეგობრებო, ფუ ამ დროისთვის მარში იმყოფება ელბაკიძის აღმართზე და მიემართება რუსთაველის გამზირისკენ. არ დარჩება დაუშელი.
იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი სიმართლისთვის ბოლომდე სამდადი სასიმართლე სიმართლისთვის ბოლომდე უსამართლო სასამართლო უსამართლო სასამართლო დაკანონებულ უსამართლობაში არ დავივიწყებთ ჩაგვრას არ გადაზიებთ ტერორს ძალიან ხალხ რომ ავანთოთ თქვენი პანელები რომ ფინანსი ავანთოთ ფინანსი როგორც ხედავთ, თავარ ბანერს მოუძღვებიან CNDC-ის პატიმრების ოჯახის წევრები. მათ შორის მზიას ოჯახის წევრებიც აქ არიან, მისი ძმა, ძმის შვილები, კოლეგები. ცოტა ხანს გავჩერდე, ცოტა ხანს. შვიად! შვიად ხორიზე გადმოგზავნის ცოტა ხანს გავჩერდე, მეგობრებო, ცოტა. მეგობრებო, ერთი წუთი თუ შეიძლება რომ Stop. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არის ზიას მარში და ეს მარში არის თავისუფლება მზიას. ეს არის თავისუფლება ფალასტინის პატიმარს. ეს არის თავისუფლება ყველა პოლიტიკას. ზვია ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძეს ხედავთ და მალხაზ ამაღლობელს ზიას ძმას. თავისუფლებისთვის დაკავებენ. ამან საქართველოსი და ეს თავისუფლების ხედავს აქვე არის მანანა ამაღლობელი, მზიას ძმისშვილი, რომელიც დღეს იმყოფებოდა ციხეში და მზიას შეხვდა და სწორედ მან გვითხრა მზიას გზავნილი, რომ მას აქვს ერთგვარი უხერხულობის განცდა, რომ მისი სახელი და გვარი ჰქვია ამ აქციას და თავისუფლება მზიას წერია ბანერზე. მისი გზავნილია, რომ ეს აქცია და ნებისმიერი აქცია, რომელიც ამ თემაზე ჩატარდება, უნდა მიეძღვნას უკვლებლივ ყველა CNDC-ის პატიმარს და არა მხოლოდ მას. რომელიც ახლა იკანდება ბიძინა ივანიშვილის საპრობილეში და წამოვდეთ იმიტომ რომ საქართველოს თავისუფლებისათვის გაუმარჯოს ყველა პოლიტიკას, გაუმარჯოს ზია ამაღლობელს. თავისუფლება მზიას!
მე ახლა ვეცდები რომ დავეწიო მთავარ ბანერს. შეგახსენებთ რომ ჩვენ მივყვებით მარშ მზია ამაღლობელის და სხვა სინდისის პატიმრების სინდისის სხვა პატიმრების ხარდასაჭერად დღეს შესრულდა 1 წელი რაც მზია ამაღლობელი პატიმრობაშია და ეს მარში დააორგანიზეს მისმა მეგობრებმა, კოლეგებმა, თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა. როგორც ხედავთ, მას საკმაოდ ბევრი ადამიანი შეუერთდა. თავარ ბანერს მოუძღვებიან მზიას ნათესავები, ოჯახის წევრები, კოლეგები, სინდისის სხვა პატიმრების ოჯახის წევრები. როგორც გახსოვთ, მზია დააკავეს ბათუმის პოლიციის იმდროინდელი უფროსისთვის, ირაკლი გებუაძისთვის, ფილის გაწვნისთვის. პროკურატურამ ეს შეაფასა სისხლის სამართლის დანაშაულად. თავად გებუაძემ სასამართლოში და გამოძიებასაც წინასწარ ძიების დროს მისცა ჩვენება, რომ მას მზიას სილა იმდენად ეტკინა, რომ ლოყა ყურამდე გაუწითლდა. დღეს ცნობილი გახდა, ნეტგაზეთმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომ ირაკლი გებუაძე დააწინაურეს თუ არა პოლიციისთვის ალბათ უფრო პრესტიჟულ თანამდებობაზე გადაიყვანეს ის საზღვარგარეთ პოლიციის ატაშეების სამმართველოს ხელმძღვანელობდა აქამდე უბრალოდ ამ მცირე პერიოდის განმავლობაში და დღეს ცნობილი გახდა, რომ ის გადაიყვანეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსად. ეს არის სამმართველო, რომლის ფუნქცია მოვალეობაში შედის ებრძოლოს მაგალითად ქურდულ სამყაროს კრიმინალურ ავტორიტეტებს, ტრეფიკინგს და სხვა მსგავსი ტიპის მძიმე ორგანიზებულ დანაშაულებრივ სისტემებს. ხედავთ გოტა ჭანტურიას და თაკო ხელაძეს, რომელიც ალბათ გახსოვთ, ეგრეთ წოდებული საზმაუს მარშებიდან, რომლებიც საზმაუს მარშებს მოუძღვებოდნენ ხოლმე, მას შემდეგ რაც პროტესტი აგორდა გასული წლის ნოემბერში ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესის სამხრივად შეჩერების შესახებ. დღეს სწორედ თაკო ხელაძე და გოტა ჭანტურია მოუძღვებიან ამ მარშს, რომელიც მზიას ხარდასაჭერად და მზიას და სინდისის სხვა პატიმრების ხარდასაჭერად ეწყობა. ამჟამად მარშის მონაწილეები იმყოფებიან რუსთაველზე და მიემართებიან პარლამენტის
შენობის წინ წლის თავზე, მზიას დაკავების წლის თავზე გავრცელდა არაერთი განცხადება, რომლის ადრესატიც არის ქართული ოცნება, პრესის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის რეპორტიორების საზღვრების გარეშე და სხვა ორგანიზაციები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ. როგორც ცნობილია, ეს მოწოდება ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში ხშირად გვესმოდა. თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ ქართული ოცნება არათუ ათავისუფლებს ინდისის პატიმრებს, არამედ უფრო ამძიმებს სიტუაციას იმ მხრივ, რომ ამატებს ინდისის პატიმრებს და ზრდის რაოდენობას. ბოლო მონაცემებით 100-ზე მეტი არის. როგორც გახსოვთ, ამ ერთი წლის განმავლობაში მზიამ არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო მიიღო, მათ შორის ალბათ ყველაზე გამოსარჩევი არის ევროპარლამენტის მიერ მისთვის და ბელორუსი ჟურნალისტისთვის პოჩობუტისთვის გადაცემული ჯილდო აზრის თავისუფლებისთვის, რომელიც სახაროვის სახელს ატარებს. მე შეგახსენებთ, რომ მზიამ ამ პრიზზე თქვა, რომ ის არ მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მისი პრიზი არის და ის ფიქრობს, რომ ეს საზიარო პრიზია ყველა ინდისის პატიმრისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩართულია პროდემოკრატიულ პროტესტში საქართველოში. დღესაც მე გაგაცადით მზიას გზავნილი, რომელიც მან თავის ნათესავებს უთხრა, რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ, რომ ის გრძნობს ერთგვარი უხერხულობის გრძნობას იმის გამო, რომ მისი სახელი აწერია მთავარ ბანერს ამ აქციის და მისი თხოვნაა, რომ მოთხოვნა და აქცენტი ასეთი აქციების ყოველთვის იყოს ყველა პოლიტპატიმარი და არ იყოს აქცენტირებული მხოლოდ მასზე, მის სახელსა და გვარზე. სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის ბანერების გარდა ხედავთ კიდევ ერთ ბანერს, სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ეს არის დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ინიციატივა. ეს არის ერთგვარი ფონდი, რომელთათვისაც თანხის გადარიცხვით შეგიძლიათ დაეხმაროთ ონლაინ მედიებს, რომლებსაც ახლა მძიმე დროება უდგათ, ქართული ოცნების მიერ მიღებული რიგი რუსული კანონების გამო თითქმის შეუძლებელი არის დაფინანსების მიღება. ამიტომ მათ დაიწყეს ასეთი კამპანია, საქველმოქმედო კამპანია, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა შეუძლია.
და ამ თანხით შეუძლია დაეხმაროს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების გადარჩენა საქართველოში, მათ შორის არის ნეტგაზეთი და ბათუმელებით ზიას მიერ დაფუძნებული მედიები. ხედავთ, რომ მარში უახლოვდება დათქმულ ადგილს, საბოლოო დანიშნულების ადგილს, პარლამენტის შენობას. როგორც გითხარით, ახალგაზრდა ქალი, რომლის ხმას ახლა გესმით და რომელიც ლაპარაკობს ხმის გამოძლიერებლით, არის თაკო ხელაძე. დარწმუნებული ვარ, გახსოვთ ამ აქციებიდან, ეგრეთ წოდებული საზმაუს მარშის ხმა.
უახლოვდება მარში პარლამენტს, რომელიც არის დათქმული როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ მარშისთვის. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში მარშები ისეთი ინტენსივობით აღარ იმართება, როგორც გასული თვეების განმავლობაში. შაბათი არის გამოყოფილი მარშებისთვის და შაბათს იმართება მარში, როგორც წესი. თუმცა დღეს, რადგანაც არის წლისთავი მზიას პატიმრობისა, გადაწყდათ მის მეგობრების და კოლეგების მიერ გადაწყდა, რომ დაანონსებული იყო მარში მზიას და სხვა სინდისის სხვა პატიმრების მხარდასაჭერად, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა. როგორც ხედავთ, წინაც მიდიან ადამიანები.
ოქრის ხალხის გარიხმარი. ეხლა ნუ აგვირიე. დამხობა რეჟიმს. გასამეორებლად რთულია. დამხობა რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. თავისუფლებას ყოფს. სიმართლისთვის ბოლომდე. ერთმანეთის მხარ-დამხარ. ხალხის ბეს. ხალხის ყვეს. ხალხის ბეს. ხალხის ყვეს. ხალხის ბეს. ხალხის ყვეს. ხალხის ბეს. ხალხის ყვეს. ცეცხლი ოლიგარქია. მოვახლავდით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. სადაც ასევე არიან მოქალაქეების ნაწილი. როგორც ახლა ითქვა, თავისუფლების მოედნისთვის აპირებენ, ასე ვთქვათ, წრის დარტყმას მარშის მონაწილეები. როგორც მოусმინეთ, ახლა აპირებენ, რომ თავისუფლების მოედანს დაარტყან წრე მარშის მონაწილეებმა და შემდეგ დაბრუნდნენ პარლამენტთან, რაც არის დათქმული როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ მარშისთვის.
მარში ეძღვნება მზია ამაღლობელს და სინდისის სხვა პატიმრებს, მათ მხარდასაჭერად არიან ახლა აქ შეკრებილი ეს ადამიანები. დღეს გავიდა 1 წელი მას შემდეგ რაც მზია ამაღლობელი პატიმრობაში არის. და 1 წლის თავზე დღეს ასევე გავიგეთ, რომ ირაკლი დგებუაძე მზია საქმის მთავარი ფიგურანტი და დაზარალებული, რომელმაც სასამართლოში თქვა, რომ ისე ეთკინა ლოყა, რომ ყურამდე გაუწითლდა, დააწინაურეს თუ არა, სავარაუდოდ უფრო პრესტიჟულ პოზიციაზე გადაიყვანეს. ის აქამდე იყო უცხოეთში, შსს პრესატაშეების სამმართველოს უფროსი და ახლა არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი. სწორედ ეს სამმართველო არის პასუხისმგებელი მაგალითად კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ქურთულ სამყაროსთან ბრძოლაზე, ტრაფიკინგთან ბრძოლაზე, მიმალული ადამიანების, მიმალოში მყოფი პირების გამოვლენაზე და ასე ვთქვათ, სისტემური დანაშაულის ხილებაზე, ანუ მის ფუნქციებში არ შედის პირობითად ორ პირს შორის მომხდარი რაღაც კონფლიქტი და კერძო პირების მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს სამმართველო იძიებს უფრო სტრუქტურირებულ და სისტემურ დანაშაულს, რომელსაც აქვს დანაშაულებრივი მიზანი და აქვს ფინანსები ამის განსახორციელებლად. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დგებუაძე პოლიციაში ალბათ უფრო პრესტიჟულ პოზიციაზე გადაიყვანეს 1 წლის თავზე გავიგეთ ეს ამბავი. ბანერს მოუძღვებიან მზიას ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, ასევე სინდისის სხვა პატიმრების ოჯახის წევრები. როგორც უკვე გითხარით, მიზანი, მარშის მონაწილეების მიზანი არის, რომ წრე დაარტყან თავისუფლების მოედანს და შემდეგ დაბრუნდნენ უკან პარლამენტთან.
ბარაში განანებულ სამართლობაში ხედავთ რომ მარში მოუახლოვდა თავისუფლების მოედანს და გეგმა როგორც ხმის გამაძლიერებლით გამოსვლისგან მოვისმინეთ არის რომ წრე შემოუარონ წმინდა გიორგის ცეკვს ქანდაკებას და შემდეგ გააგრძელონ გადაადგილება და დაბრუნდნენ პარლამენტთან, რაც არის ძირითადი დანიშნულების ადგილი ამ მარშისთვის. პარლამენტთან დასრულდება ეს მარში, რომელიც ეწყობა ზიას და სინდისის სხვა პატიმრების ხარდასაჭერად. ეს დავარწმოთ და დავბრუნებით პარლამენტთან. თავისუფლება გზიოს! თავისუფლება რეჟიმის ხويب თავისუფლება საქართველოს ცეცხლი პოლიციურ ძალებს ხედავთ რომ მარშის მონაწილეები წრეს არ ტყამენ წმინდა გიორგის ქანდაკებას ის შემდეგაც მოძრაობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით რაც მოვისმინეთ პარლამენტისკენ და ასევე იმყოფებიან აქციის სხვა მონაწილეები რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან ხოლმე რუსთაველზე გასული წლის ნოემბრის 28 ნოემბრის ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების შემდეგ სიმართლისთვის ბოლომდე რომელიც შეეხებოდა ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერებას 4 წლის
ბოლომდე სიმართლისთვის ბოლომდე სიმართლისთვის ბოლომდე როგორც ხედავთ, გრძელდება მარში, რომელიც მიემართება პარლამენტისკენ, რომელიც არის დათქმული როგორც საბოლოო დანიშნულების ადგილი. შეგახსენებთ, რომ მარში დაიწყო მარჯანიშვილის მოედანზე, ანუ მარჯანიშვილის მოედნიდან წამოვიდა, მოვიდა თავისუფლების მოედანთან. მარშის მონაწილეებმა წრე დაარტყეს წმინდა გიორგის ქანდაკებას და ახლა ბრუნდებიან პარლამენტთან. ამჟამად რუსთაველის გამზირი ბოლომდე გადაკეტილი არ არის. შესაძლებელია მანქანები მოძრაობენ. მე გაჩვენოთ.
თავისუფლებას ვიად რაკიას სივარეში სიმართლისთვის ბოლომდე სიმართლისთვის ბოლომდე სიმართლისთვის ბოლომდე ხალხის ბედ ხალხის ბედ ხალხის ბედ ჩვენ ახლა მოუახლოვდით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. სადაც ასევე უნდა იყოს აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ყოველდღე იკრიბებიან გასული წლის ნოემბრის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ევროინტეგრაციის სამხრივად დროების შეჩერების შესახებ. გამარჯვება ხალხია! გამარჯვება ხალხია! გამარჯვება ხალხია! თავისუფლება მცია ამაღლობელს თავისუფლება რეჟიმის ტყვეს მოვედით პარლამენტის წინ მე როგორც ხვდები, მარში დასრულებულია. პოლიცია მოუწოდებს მარშის მონაწილეებს, რომ გადავიდნენ ისავალი ნაწილიდან. მე როგორც ხვდები, მარში დასრულებულია. ჩვენ ახლა პარლამენტთან ვიყოფებით, სადაც როგორც გითხარით, ასევე იყვნენ ყველა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი და მარშის მონაწილეებით გადმოდიან ტროტუარზე
ხედავთ რომ აქაც იმყოფებოდნენ ადამიანები. მარშის მონაწილეების გარდა სხვაებიც. შეგახსენებთ რომ ჩვენ მოვყვებოდით მარშს მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე ძია ამაღლობელის და სინდისის სხვა პატიმრების მხარდასაჭერად. მე ხა დროებით დაგემშვიდობებით და მოვლენების შემდგომი განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერს უძღვებოდა ჟურნალისტი დავით ქოქოშვილი. დროებით.